გამარჯობა, ჩვენ უყურებთ მაგას. და დღეს ცოტა უცნაური ვიდეო გველის. მე ვზივარ ახლა F-Team 5-ში, რომელიც ქარხმად გამოდიოდა DCT კოლოფით. DCT არის Dual Clutch Transmission, რომელიც არის, SMG-ს შთამომავალი. მოდი ბარემ აქვე ავხსნი ერთი განსხვავება DCT SMG-სგან. და მე ავხსნი ზოგადად ავტომობილში რატო ვზივარ და რატო ვხსნი ამ ყველაფერს. ესე იგი, SMG იყო მექანიკისებრი კოლოფი, რომელსაც ფერადოს ანუ ცეპლინიის გათიშვა ხდებოდა ჰიდრავლიკური ცილინდრის საშუალებით, რომელიც ფიზიკურად აწვევოდა ვიჟიმნო, ისე წოდებულს და თიშავდა მაგის წყალობით გადაბმულობას და მაგ მომენტში ასევე ჰიდრავლიკური სელექტორით აგდებდა სიჩქარეში. მას მერე იფიქრა რომ ეს რაღაცა კვერცხობა გვაქვს გაკეთებულიო და მოდიო DCT გამოუშვათო. DCT არის Dual Clutch Transmission, რომელიც ოდნავ განსხვავებული, თუმცა იგივენაირი პრინციპით მუშაობს. რა იგულისხმება განსხვავებაში და რა იგულისხმება იგივე პრინციპში. ანუ მექანიკური მხარე გადაცემა და კოლოფის არის როგორც მექანიკა გადაცემა და კოლოფში, ანუ კბილანებზეა აწყობილი და შიგნით მექანიკურ მხარეში ფრიქციონები არ აქვს, თუმცა აქვს ფრიქციონები უკვე ტრანსმისიულ მხარეში, ანუ გადაბმულობის მხარეში და მაგალითად თუ ჰიდრომუფტაზე მუშაობს ავტომატიკა და მაგალითად თუ მექანიკა მუშაობს ფერადოზე, ამ შემთხვევაში ორივეს ნაწილებია გაერთიანებული, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში ორივეს მუშაობის ლოგიკაა გაერთიანებული და ჰიდრავლიკურად ხდება მექანიკური გადაბმულობის გათიშვა, ოღონდ არა ტურბირების პრინციპი მუშაობს ავტომატურ გადაცემა და კოლოფში გადაბმულობაში, ხოლო მექანიკურში მუშაობს ფიზიკურად ფერადოს გათიშვა. ამ შემთხვევაში იგივე ხდება, ოღონდ ორივეს საერთო ნაწილია გაერთიანებული. რაც გვაძლევს იმას, რომ მოძრაობაში, დაძვრაში და ჩვეულებრივი ყოველდღიური გადაადგილების პირობებში საკმაოდ ტვინის დრელი კოლოფია, იმიტომ რომ იგივე შეგრძნებას გვაძლევს, როგორც ცეპლინიის პედალი რო გქონდა და მექანიკით გვევლო, დაახლოებით იგივე ეფექტი, ოღონდ ეგეთი ეფექტიც არ აქვს, იმიტომ რომ მექანიკით როცა დავდივართ, ვიცით პედალი რა სადამე უნდა აუშვათ, იმისთვის რომ მანქანა არც გაგორდეს და ადამიანურად წავიდეს. DCT-ის შემთხვევაში მაგას აკეთებს ელექტრონიკა და ელექტრონიკა ვერასდროს ვერ ხვდება ჩვენ რას ვაპირებთ. ჩვენ აღმართზე ვდგავართ, წასვლას ვაპირებთ, გაჩერებას ვაპირებთ, დაძვრას ვაპირებთ, უცბად გვინდა დაძვრათ, ნერა გვინდა დაძვრათ. მაგ ყველაფერს ვერ ხვდება. ანუ იმას, რასაც ჩვენ პედლით და ფეხით გავაკეთებთ, მაგას ფიზიკურად DCT და ვერც SMG ვერასდროს ვერ მიხვდება. შესაბამისად, ეგეთ ანუ ყოველდღიური ცხოვრების პირობებში ცოტა დამღლელია, ცოტა ტვინის ბურღია, იმიტომ რომ სადღაც აღმართზე ასვლა გინდა ნელა და შეიძლება გავარდეს ისე მოეჭიდოს, ანუ ცეპლინი ისე შეკრას, შეიძლება უკან ჩაგორდეს, იმიტომ რომ საერთოდ ვერ წავიდეს და ვერ მიხვდეს რომ აღმართზე ადიხარ და სანამ ანუ თორქს არ გადაანაწილებს და არ მიხვდება რომ აღმართზე მიდიოდი და ანუ პროცედურებს არ გაივრის, მანამდე ტვინს დრელავს. ეგ ყველაფერი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტა დამღლელი. რა თქმა უნდა, უნდა გავიწყოს ჩვენი ახის პარტნიორი არის Lion Auctions-ი, რომელიც ყოველ შაბათს მართავს სოციალ აუქციონს წეროვანში და კიდე ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია დაემატა სოციალ აუქციონებს, როგორც არის Buy Now. ანუ რას ნიშნავს ეს, როცა აუქციონზე გამოიტანენ მანქანას, წინასწარ რა თქმა უნდა ყველა ვიცი და წინასწარ ყველა შეგვიძლია რომ დავათვალიეროთ, მაგრამ მანქანის წინასწარ ყიდვა ამ მანქანის არ შეგვეძლო. ამჟამად უკვე Buy Now-ს ფასიც ადევს ავტომობილს, აუქციონის საწყის ფაზზე რა თქმა უნდა მეტია, თუმცა ხშირ შემთხვევაში იმაზე გაცილებით ნაკლები ახლა Buy Now-ს ვიდრე საბაზრო ღირებულება იქნებოდა. შესაბამისად, ანუ პარასკევამდე, ანუ ყოველ შაბათს არის აუქციონი, იწყება პირველ საათზე, მაგრამ პარასკევს საღამოს 6 საათამდე შეგვიძლია Buy Now-ზე მოვცათ ეგ ავტომობილი და აღარ დავადოთ აუქციონზე გატანას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აუქციონზე იმაზე მეტად იყიდება, ვიდრე Buy Now-ს ფასი ადევს ხოლმე. ეგ უკვე ჩემი სტატისტიკაა საკუთარი. მოკლედ, lionauctions.com ან ფიფკი 084 DS-ზე დარეკეთ და თუ რაიმე კითხვა გექნებათ, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ამწურავად გაგცემენ პასუხს. DCT სად გამოიყენება კარგად? ალბათ პადოგზე სასრიალოდ, ხო რა, პადოგზე სასრიალოდ კაი ტიპია ძალიან რა. დანარჩენი რო გითხრათ რომ სწორზე აჩქარებაში 8 HP რამით ჩამოუვარდება, არა ნამდვილად, მექანიკას ნამდვილად ჯობია, სწორზე აჩქარების შემთხვევაში 8 HP-ს ვერ ვიტყვი რომ ჯობია. ასევე სასრიალოდ ჯობია ალბათ DCT მხოლოდ და მხოლოდ. სხვა მეტი ლოგიკურს ვეფერს ვერ ხედავ, სად შეიძლება DCT ისე აი ვთქვათ რომ ავტომატურ გადაცემად და კოლოფს ჯობია რა. მექანიკა სად ჯობია, მაგას ვიტყვი. მე ჩემთვის აი ყოველდღიურ ცხოვრებაში ოდნავ მეტი კომფორტი აქვს, ვიდრე მექანიკას ექნებოდა, თუმცა არა იმ შემთხვევებში, როგორც წეგან ახსენი, ანუ არა ინდივიდუალურ და რთულ შემთხვევებში, საცობის პირობებში DCT ბევრად ჯობია მექანიკას, თუმცა სასწაულის პირობებში DCT-ის კარგი არაფერი არ ემართება. ასევე DCT-ის აქვს თავისი მინუსები, იმიტომ რომ მახავიკი აქვს ორმასიანი მახავიკი, რომელიც მუდმივად ქანაობაშია, რომლის ზამბარებით შიგნით და პლასმასებით ინგრევა, მერე დადის გაფათგუფით, აქვს ხმა, ტვინს ბურღავს და ღირს ძალიან
ძალიან ძვირი მახავი კი, ზოგადად F10-ს ანუ 8 ცილინდრიანზეც და 4 ცილინდრიანზეც F80-ს და ასე შემდეგ, საკმაოდ ძვირი ღირს. ასევე მე კიდე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ჩვენ ახლა დღეს გენიოსები არ გამოვედით და რაღაც ახალს არ ვიგონებთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ახლა მე თქვენ მოგიყევით, სავარაუდოდ თავის დროზე მემეს ინჟინერებაც იფიქრეს, ამ ყველაფერს უყურეს და ერთი ამ დიციტის დედაც ვატირეთ თუ ესე დასკვნა გამოდი ფურცლაზე ეწერა, ამ დიციტის დედაც ვატირე ვიღაცამ ხელი მოაწერა. და F10-ის მერე უკვე ყველა BMW-ს გადაცემა და კოლოფი არის 8 HP ყველა სპორტული BMW-ის მათ შორის M3-საც, M5-საც, X5-ის, M-ის ამ თაობაში, ანუ F85 ამ თაობაშიც 8 HP-ა უკვე. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ავტომობილი პირველად სოფლიოში F10 M5 ავიღოთ და გავაავტომატიკოთ. მაგას პატრონს უნდა რომ ეს ავტომობილი იყოს ავტომატიკა, ჩვენი მეგობარია და თუ ჩაეწერებით მაგ საქმეშია და რატომაც არა, ჩემთვის საინტერესო ექსპერიმენტები საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი თქვენთვისაც საინტერესო პროცესი იქნება. ამიტომ ეხლა ეს ბოქსში დგას და წესით ხვალ საღამოს ამ დროს უკვე ამ მანქანამ უნდა გაიაროს 8 HP კოლოფით. ნახოთ რა გამოგვია. მოგლეთ. დავიწყეთ და დანარჩენი პროცესი უკვე გაგრძელდება დანარჩენს ვნახოთ გზაში. მეც შეშებსა უწევ რომ ეს რა ქვია. აბა ხო, ანუ ეს რა ქვია, ბამპერები მოხსნილი აქვს უბრალოდ, არ ვიცი რატომ მოხსნა, სავარაუდოდ შეღების ამბავია და ბამპერები აქვს რა თქმა უნდა მანქანას. წინას და მეგონი უკანაც მოხსნილი აქვს, ხო, უკანაც მოხსნილი აქვს, სავარაუდოდ ეს ცარაპკები ექნებოდა და ამ მანქანის პატრონი მანქანასთან მიმართებაში იმდენად ესეთია, ჩემსავით ყურადღებიანი, ასე ვთქვათ, რომ ეგეთი ბამპერით არ ივლი და არც ერთ შემთხვევაში და ამიტომ გადაწყვეტდა, რომ ბამპერები უნდა შეიღებოს. შესაბამისად ბამპერები ამ შემთხვევაში არ უყენია ავტომობილს. კაი, მოკლედ, თქვენთვის რამდენიმე წამში, ჩემთვის მიაგეტყვით რამდენ ხანში. წავიდეთ. გრძელდება ჩვენი F10, თქვენთვის რამდენიმე წამში რა თქმა უნდა და დავიწყეთ დაშლა. ყველაზე საინტერესო ახლა ერთადერთი კითხვის ნიშნის ქვეშ რაც მაქვს არის გადაცემათა კოლოფის გაგრილება. იმ მარტივ მიზეზის გამო რომ DC-ის და იმას რა ქვია 8 HP-ის ჩემი მოგზაურებული ვარაუდით განსხვავებული სტრუქტურები უნდა ეждდეს, თუმცა იმეც ვიტოვებ რომ განსხვავებული სტრუქტურები არ იქნება. კაი, დავიწყეთ ზაშტრიკებით და ნახოთ დანარჩენი. ხალე ხო არ შევწყვეტ თამაში. დილით? ხო, დილით რა, 12-ზე უნდა დაურეკოთ იმას, რომ გადაწყვიტოს რა დროს ჩამოვა. ხო, ეხლა მოკლედ მაგრამ მოვყვეთ რა ჩები გვაქვს რა. მე როგორც აი ვიდეოს დასაწყისში რომ კი რა და პროცესის დასაწყისში რომ თქვი რომ გადაცემათა კოლოფის გაგრილებაზე ჩები გვექნება თქო, ნამდვილად გვაქვს, იმიტომ რომ 8 HP-ის არის ეს გაგრილების მილები, რომელიც განსხვავდება, დიამეტრით სხვა აქვს, დგომის პოზიციაც სხვა აქვს, წერტილები სხვა აქვს, მოკლედ ყველაფერი სხვა აქვს. ესე დგება იქ და 8 HP-ზე ძალიან ბედნიერია. რაც შეეხება DC-ის ძალიან წვრილი მილები აქვს. შესაბამისად, თან ყოველთვის ისაა, რომ იდეაში ხო ეხა იკითხავთ, რომ რას დარდოფო წვრილი და მსხვილიო, ის მოხსენი ეს დააყენეო. რაც უკაცრავად წინა მხარე გაგრილების იმას წყლის გარეშე აქვს M5-ს და არა M5-ს წყალზე აქვს. ანუ ეს სხვანაირი რადიატორია, ის სხვანაირი რადიატორია. ფიზიკურად არ მიდის ამის მილები იმ რადიატორში. შესაბამისად, ეგრეც ვერ ვიზოთ. მაშინ რადიატორიც უნდა დავაყენოთ ეს მაშინ M5-ზე უნდა გადავაწყოთ გაგრილების წყლის სისტემა მთლიანად, რომ რამენაირად ამ ცირკულაციაში წესიურად იმუშაოს, რაც ასევე სისულელია. ამიტომ ყველაზე მარტივი გამოსავალი ვიპოვეთ. აღმოაჩინეთ ვიღაც ადამიანი, რომელიც ადგილზე მიდის და არგონით რაღაცებს ადუღებს. შესაბამისად, ჩვენ 8 HP საქმე ვაყენებთ, ხვალე ჩამოვა ამაზე, გადაჭრის ამ მილებს, მიადუღებს და პრობლემა იოხ, ლაიქ პიპიდოს. ძალიან მარტივად მოგვარდება მაგით ეგ ყველაფერი. ამიტომ ეხლა სტანდარტულად მე რო ვიცი ხოლმე დღეისთვის ეს ვიდეო დამთავრდა, უბრალოდ თქვენთვის დამთავრდა, ჩემთვის კი ხვალე კი არა და თქვენ კი არა და რავი რა, კაროჩე რა, მალე იქნება. მოკლედ გადავიფიქრეთ. მოკლედ გადავიფიქრეთ, ანუ მივხვდით რომ ქრონოლოგიურად ეხლა ესე ჯობდა ამ ყველაფრის გაკეთება, რომ დღესვე მოიქცას კოლოფი და დაყენდეს უკან. და მე დავველოდოთ იმ ადამიანს, ვინც სტრუქტურებს გადაადურებს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხვალ Porsche უნდა გადაუფორმო ახალ პატრონს და Porsche რომ უნდა გადაუფორმო ახალ პატრონს, შესაბამისად შეიძლება გვიან ჩამოვიდე და გვიან რომ ჩამოვალ. შესაბამისად შეიძლება იყოს რა ქვია, ის ადამიანი რომ მოვიდეს, სადღაც გადაადუღებს, ვერ გაიგებს ვერავინ, ვერ თვითონ მათ შორის. აკუმულატორი არ უნდა ჩავხსნათ? წამოჩი ჩვენ საათს ხსენთ. სადღაცა შიგნით მიედება. ისას მამეთ შეგვიძლია წინიდან ჩავხსნათ ის რა ქვია. ხო. შეგვიძლია კაპოტი ღია? ხო, არა, ზის ჩავხსნათ. რა ვიცი, 13-იანი რა.
რა, შეჩემ. კაი, წავედი მაგის იგი დავშალოთ. ამის უადგილო დედა. Tak დავიყვანოთ. გავაგოროთ, თუ გინდა სამ. მოდი ჯერ გამოვაგოროთ. რაღაც ურად დაბურავს. საბურავ. აქვე ძალიან მაგარი სიახლე მინდა გაგაცნოთ და მეორე სიახლესაც დაელოდეთ ამ ვიდეოში. თუმცა, ეხლა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი არხის პარტნიორი გახდა MyAuto და MyParts-ში. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში ძალიან ბევრი საერთო საინტერესო პროექტი გვექნება MyAuto-სთან და MyParts-თან ერთად და აქვე მინდა გითხრათ, რომ MyParts-ზე უკვე შეგიძლიათ დაამატოთ საკუთარი ავტომობილი, რომლის მიხედვითაც პირდაპირ დაგიფილტრებათ ძებნაში ნაწილები და გაცილებით მარტივი იქნება ნაწილის მოძებნა. ასევე MyParts-ზე ეხლა ცოტა შეიცვალა წესები და განცხადების დადება შეიძლება კონკრეტულად მხოლოდ იმ ერთი ავტომობილის მიხედვით, რომელზეც ის ნაწილი მიდის და შესაბამისად გაცილებით მარტივია ნაწილის მოძებნა და როცა ნაწილს იპოვით თქვენი ავტომობილისთვის, კითხვის ნიშნები გაცილებით ნაკლები იქნება ნამდვილად მიდის თუ არა თქვენ ავტომობილზე. რაღა ერგილას გადავწყვეტე ჩამოვდგმა. შეჩვენ რანაირად ჩამოვდგა მან. აი, ვაში მოაწექი. დაიღე. საბურავ. აი, აქ ჩამოვდგათ? ნუ იმე რომ სიმძიმეა მართლა. აიმე. ოკეი. გინდა ყველაზე პრიკოლი გითხრა? ამახავიგზე? არა, მახავიგზე არა. შემა, ეს რა ქვია? იგივეა? ნეტა პინები გვაქვს ტეკერში ყველაფერი? არა. 8 პინია აქ? 7-ია მან? ერთით მეტი გვაქვს აქ? სავალობოდ მასალები. რანაირად. კაი. მე მგონი სქემაში შესვლის დროა. ცოტა გვიანი კი არის, მაგრამ მოდი კაროკა ხო არ მივადოთ, თუ ჯერ სქემაში ვნახოთ. როგორც ამ წყობები ვართ თუ არა. როგორც ესენი ხანები. აი ცოტა. ხანები არ ხო? ქანები გასპლიტული იქნება. ამას უყური როგორ დამაჭირეში. კაი, ხანები გასპლიტული იქნება. სამი ეს ხოხდა ხო 4 ხანი. ხო და რა ვქნა ჯერ სქემა ვნახოთ თუ კაროკა მივაღებთ. ნახე სქემა დავისვენოთ და კაი, წავ თან მოვწიოთ თან სქემა. კარგი. მედი მაგდეს ეს ელემენტი გაგაჩვენე. სქემას ნახოთ დავრუნდებით. ეხლა რა ხდება? რა სპინოკებში გავერკვიეთ და ყველაფერი კარგად გვაქვს, ერთ-ერთი რაც არის DCT-ის ამ პრაუდკაში გრაუნდი საერთოდ არ მოყვება, თუმცა გრაუნდი შეგვიძლია ნებისმიერი ადგილიდან ავიღოთ, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის. დანარჩენი პრაუდკაში რა სპინოკა ყველაფერი გვაქვს, იმისთვის რომ 8HP-ში დატა წამოვიდეს და ყველაფერმა იმუშაოს, როგორც უნდა იმუშაოს. და ძალიან მახარებს. რა მაგარ ვიძია? მასალა ვიცი. ხო. ეს სუეჟეთ კი გამოიყურება. თან არც ხმა ქონდა არაფერი. სუეჟი მეხავი კი ვინმეს ვდაგჭირდეთ ნადახტარში, დაშლებში ექნებათ. так, ეხლა ეს არასწორად არ უნდა დავაყენოთ პინისა და აქ. ვითომ პინში ვზივარ? მე მგონი კი. როგორ ვიждე ვერ შევიდოდი, ხო მაშინაც. და ძრავს ვატრიალებ აშკარად, კაი. ვზივარ პინში. და იმასურეთ არ რომლებს მოვუჭერ მე. აუ. მოვფარ უნდა მომეს. ანუ ყველა ეს ხო მოვუჭირი. რომელი მოვუჭირი? აი ეს აი. ოკეი, და. დაიჭირე? დავაი. პორტოგი მეთქო. აი. ვიცოდი. ხო ეს მოვუჭირე ახლა. ანუ ეს და ეს მოჭერილი გვაქვს. კი. წადი ის მოიტანე რა. რომელი? გაფუჭებული კლადიში ერთი ცალი კარენოვის X-ის გეიმის რა. და მარკერი წამოიღე მაგიდაზე დევს. მარკერი წითელი. არა ცხიში. всё, კაი გამიარა დაწყდა. ძალიან ამაკრე და გავარ ცოცხალს. მეტად ადგილიდან მომდის. ცხვირია, თუ? ლოყა. ჩემი პატარა თოფურია ვინ არის? ბიჭო, სისხლი საიდან მომდის კონკრეტულად? ხო არ გაქვს, რომელიც ერთიდან? აკა ხო?
არა, ბრძოლის მე სულ ესე ვიცი ხოლმე რა. ყინული საიდან გააძლე შეჩეო? მე ხო იცი ჩემი გაკეთებული არ იყოს მაინც ვიცი. კაი არა, მაინც იცი. მონიშნე ხერები ყველაჭერილი. ეს როცა ჩაუგდე რომ ვასწორებდი რა რომ დამიჭი. ეს ეგო, ეგ არის და მაგას უჭერდი წესით, ხო. მიდი ახლა გადავუჭი. ეს იმაშინა დადო რა ქვია, მექანიკ ფეისებში. სახეში ისეთი ჩანს. გამოჩნდება შეჩება პირდაპირ მიყურებ და თვალებში კავეა. მეორე ძალიან მაგარი სიახლეს რო შეგვირდით, გახსოვთ? მეორე ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს ის, რომ ჩვენი არხის ახალი ძმაკაცი და პარტნიორი არის GES Motors-ი, რომელსაც საქართველოს შემოაქვს უმჰო, ლიკვიმოლი, S-Oil და ძალიან ბევრი საინტერესო ბრენდი და ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტი. შესაბამისად, ძალიან ბევრი კარგი რაღაც გველოდება ერთად და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც გველოდება ერთად. ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე მთავარი არის ის, რომ მეც და თქვენც ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ვისწავლით. და თან ისეთ ახალ ტექნიკებთანაც გვექნება შეხება, რომელთანაც აქამდე არ მქონია არც მე და შესაბამისად თქვენს უმეტეს ნაწილსაც. მეტი. შეციგივი არ ხდება კიდე მეორე ხელი. კიდე გაი თვალი გადარჩა. აი შეიძლება. არა, დავინახე ეგრევე, რომ გავახილი ორივე თვალიდან ხედავდი და გაასწორა. ხო, თავი წითლად არ დაინახო ის. არა, ჭორულური ფერში ხედავდი ყველაფერს. მე მგონი ოდნავ თავის გაწევას მოასწარდა. არა. ვაი რა, იმენა მოხდა. კადრი მასოს რომ მოფრინავდა. აი მაგითო შევოდი რომ ეგარ გამქცეოდა. აი რა. კიდე ამას მაჭერი შეჩეო. კაი. აი ეგრე ვქეჯით, აი. ოკეი. მაგას შევოდი ზუსტად. აკი აულა გამიშიც ახსილო. არ მინდა დღესავე ნახერება. ეგ არის და ეგ არის. ეხლა თავი ცი რა არის? აი მუხტა წესი რა დიჯდეს. გადავამოწმოთ? ამოვაყირაოთ? მოწმოთ. ვიზუალურად ხო მაგრამ რა? ვიზუალურად ზის ვერ გადავხო. არა, ზის, რა ვიცი, მე მგონია რომ ყოველთვის მოთხოვნა. წავიდეთ დავდეთ შევდეთ. ბატკარებაჩნები იმას რა ქვია, DCT-ს და 8HP-ს იგივე აქვს. თაჟი კრონშტეინიც იგივე აქვს შეჭა. ვაფშე ყველაფერი იგივეა. როგორც კი გავგადამოვიდა დეფინაციის. ბევრი არ უწვალიათ. თითქმის შესული გვაქვს. დაუშვათ რომ მანქანა. იმენა ერთი ის უნდა რა. აი გარი. აი და ბოლტი. გაატყვი? ო რა. მიდი აი რომ მოწევთ. მართლა რა ნაის. ეხა უყურე როგორ შევიდეს. ო, ხედავ აქედან ისინი. ჩემთან იმენა იდეალურად. აკაც. ბუჭი უკვე შეჭო. შეხედე შეში მარც გამო. ვიცი, კაროკაისი შეგისვიოთ ეგო? არა. რა ქნა ტრაგიდან მიაწელა ერთი კარგად. ტორტობანი და შესვი. რონაკ შევში ჩარდი. всё, კაი გააჩენი. აუტოკები რა კანგან თემთხევა და შენზე თემთხევა შენ რა გაუკეთო? მეკითხა ისე შეთქოს პრობლემა. ზუსტად ვწოდნო და შეთქო წვრილი ტრუკები გადაიყვანა. ხო. ზუსტად იგივე პრობლემა. ზუსტად. ო თორე აქ ეხა ეს არის რა ქვია და ეს წვრილი ტრუკები შემაერთებიან და დაჟე ის საბოლტეც კი ემთხვევა შეჩენ. აუ, ბიჭო, ერთი ესეთი კითხვა მაქვს. შენთან რა 8HP ააწე წვრილი კაროქის ტრუკების პრობლემა როგორ მოაგვარე? გავწელე. რა გაწელე ბიჭო? შტანგები. რა? მართლა გავწელე. სხვა რამეს გეკითხები შეჩემა. კაროქის შემოვალწერტილში რო ის არის, რა ქვია? წვრილი ტრუკარო გაქვს და დიდი დირკარო აქვს, მაგრამ ეგ პრობლემა როგორ მოაგვარეთ ხო? რომელიც ვიდიტო. 8HP-ზე. კაროქის გამაგრებელს რო აერთებ. უერთიდან და შემოდის, ორი ტრუკარო ერთება, პასასტრო შედის, ხო? ხო. მანდ შენ რაღაცა მახსოვს რომ მაგ ტრუკებში რაღაც პრობლემა გქონდა დიამეტრებში. ხო, არ
არ წვდებოდა. მან ვალცოკები გამოიწერა და შიგნით ჩავტენე. მაგას გეკითხები გენიოსო. ანუ ალუმინის იმაში კაროვკაში ჩატენე ისინი, რა ქვია, ცენტრები და მე შეასვი გარედან უკვე წვრილი ტრუბკები, ხო მაგას იძახი? კი ბატონო. ოკეი. არ არის ეს ცუდი აზრი და გადმოდუღებას ბევრად ჯობია. და ეს არის რა ქვია სალნიკი არ გიზის? არა. უსალნიკოდ გაგვიდავე ჩასმული? ანუ სალნიკი რაც არის ეგ არის, თვითონ აქვს სალნიკი მაგას. სალნიკი პატარა ტრუბკას აქვს, ხო მაგას იძახი? ხო, კი. მე ეგ ტინა გავყინე მე. ხო. მათი ვარ შეიპარე. გავყინე და ეგრევე ისე ანუ მაინც თუ გაჩარჯდა რა, იმიტომ რომ ისე რომ მოვიტანე თავის ზომაზე გადავჭი, მე არ ჟდებოდა, დაიბრიცებოდა, გავყინე და იმენა ისე ჩარჯდა როგორც უნდა ჩარჯდეს რა. ჩავგილზე ჩათვალე. ვაფშე არ გინდა სვარში. ყველაზე მაგარია და ვაფშე არ გინდა სვარში. უკანას დააბრუნე კოლოფის. კი. ჩავპრესოთ. ცოტა. არა, ხო, ჩავპრესოთ. და ეგ არის რა. კაი, ნახე, ეხლა ჩვენ რა გვინდა. ამის ბუდე მაინტერესებს როგორი აქვს კაროვკას. აგე სალნიკები, აგე რა. ხო და თვითონ ბუდეში რამე ფორმა აქვს ბუდეს? მეტა? პოზიციურადაც არ წვდება, ის მართლაც იძახდა, გავწერეო, მაგითო ამბობდა. ალბათ არ წვდება. შეხედე. ხო, ანუ რო ამაგრებ აღარ წვდება, ხო? ხო. და რო ჩამოწევ? რო ჩამოწევ სხვაგან არის ეჩემ. ოკეი, ანუ ესენი არის თუ წვდება. შევსოთ. არა, არ წვდება შეშე. ხო რა, ეგ არის, ეგ არის. მივხრით, მოვხრით. არა, შევსოთ, და tot არ არის პრობლემა არანაირი. ვაფშე არანაირი. ოკეი, კაი. ეს გასაგებია. მაიტარა ის მოთრი დაბლა დაუდგი რა. ბიჭო, ის ელექტროსტანგელი რო გვაქვს? ელემენტი არა აქვს, ხო იმას? ხო. დედავატი. კაგარეს აი გარი 12 და რაღაცა. 12. ტრუბკა თვითონ 12-ია. ანუ სადღაც უხეშად, ხო, მაგრამ ნახე, ეს ვის ტუბზე ჯდება. ეგ ტრუბკა, ანუ სალნიკი. ჯდება ვის ტუბზე. ხო. და ტრუბკა შედის მერე შიგნით. და აწვება ბოლტი. ხო. და ტრუბკა შედის 12-ია ზუსტად ესეც რა, სადაც შედის. ნუ თქვათ რომ 12 მმ-ია დიამეტრი ამის დირგის და ტრუბკას 12-ია შანსი არ არის. აუ შტანგელი გვინდა. ეს არის 11-ია. ეხლა 11 და რაღაცა ელემენტი გვინდა რა. თუ გვინდა რომ წესებად გავზომოთ. სხვა შემთხვევაში რაღაც გავჩერხავთ. ესეთი ელემენტი სადვიშოვოთ ეხლა უცბად. ანუ ელემენტის გარეშე ეს თუ ეხლა ზუსტად არ გავზომოთ. ხო და არა, აქ ხო არ გვაქვს ეგეთი ელემენტი. რავი, აქ არაფერს არ მახსენდება რომ ეს ეგეთი ელემენტი კონდეს. ფანარს კონდა რაღაც ობას. შენ მულტიმეტრს როგორ? მულტიმეტრს კი არა, მიკრომეტრს. თავიანი რო. აი ეგ ნახოთ. კაი წამოვნახოთ. მიტოტოიაზე იძახი, ხო? ხო, შეიძლება კონდეს. ხო და ეს მოკლედ, შემდეგი დღეა. დღეს ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ამქანეთ. ცოტას მაინც გავვლით, ბევრს თუ არა. ჩანაფიქრი ეგეთი გვაქვს და ეხლა ნომერი პირველი საქმე რაც იწყება არის პრაუტკის გადატანა. იმისთვის რომ პრაუტკა გადავიტანოთ, 8 HP შტეკერიდან და ამოვყაროთ, კიდევ 8 HP-ის შტეკერიდან და ამოვყაროთ პინები, რომელიც ამოყრასაც ვერავინ ვერ ვიტანთ ვერც მე ვერც თენგო. და ეხლა მე მგონი რომ შენ მაინც ვერ დამოვამე და ხო, შენი ზაო. ხო, რავი, აშკარად ვერ შვები რაღაცას. თან ის მოწყდა თავი რა. მე მახსოვს რატომაც მოწყდა. რატომ მოწყდა? იმიტომ რომ წამოვაცვი იმაზე რა ქვია. კლიპზე. კლიპზე? მიდი კლიპზე კიდე წამოვაცვით. არა, არის მუშაობა. მომიცი? თუ არ იმუშავა განახებ. ის სხვა რამე. კლიპის სხვა რამე. აგი თუ არ იმუშავა. აგი თუ არ იმუშავა. კლიპზე არ იმუშავა. იშ! ვა. კაი. ესე იგი, მეოთხეში რა მიდის იქიდან? იქიდან? ხო, მერვეში. მერვეში. ანუ ის მერვე უნდა ამოვაგდო და აქ ჩავსვა მეოთხეში. კარგი. ანუ აქედან ვიღებთ მერვეს და ვსვათ იქ მეოთხეში. ხო ეგრეა? და მერვე ბიჭო, ეს არის მერვე. ეცა მის მოთხოვა. გამომართი. კი გავს, ოღონდ სხვადასხვა პინებში უნდა ჩავსვა და აზრი არა აქვს. ხო. მაგას დავაყენებ თუ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა პინში ვართ. Understand? ხავსარა და იგივე. ხო, არა, იგივეა, კი. ხო, აქედან ამოყრა არ იქნება ადვილი საქმე, ცოტა უნდა გამონთავისუფლო. ეგ ჩამოწიო? პირიქით. ან ჩამოწიე დაშალე, ხო? აღარ მახსოვს ზემოთაც თუ ქვემოთ ჩამოდის. ქვემოთ ჩამოდის, მაგრამ. და რას მოგცემს? ადგილში. ხო, ეგეც არის. დაგს, აქედან მინდა მერვე, ხო? ყვითელი. გინდა ნახო. შავი ჩანდა რა. აქ მერვეში ყვითელი ზის შეჭება. თუ მე მეჩვენება რა, მე ყვითელი ზის აშკარად. აი. და
ეგ არის შავი ყვითელში, ხო? შავი თეთრი. აკაც მერვეში შავი თეთრი ზოლით. აქ გაგაოცებ და შავი თეთრი ზოლით ვაფშე არ გვაქვს. თეთრი ყვითელი ზოლით ხო არა? ნახე, იქაც პეტეკან მათ ხო ერთს ეს არის შავი თეთრი ზოლით, ხო? აკაც ეგრეა და იქაც ეგრეა ზოლი იმაში რა. ფერებში. მაცადე პეტეკან 2 ჰაია, კი ბატონო. მერვედან, ხო? აკაც ზოლი ნუ იგივეა და მანდ გვაქვს. მოიცოდებოდი. ანუ ნახე მეოთხედან ამოვაძეთ პეტეკან 2 ჰაი, თეთრი ზოლით არის. ხო, ანუ ნახე, ხა მთავარი პრობლემა რაში გვაქვს რა? აქ BMW შტეკერში, მერვეში ზის ლოუ აშკარად. იგივე პრობლემა გვაქვს, რაც ხო. და აქ ხო ვიცით ჩვენ რა ფერიც გვინდა. აქ ხო ვიცით რა პეტეკანიც გვინდა. კი, შავი თეთრი. და იქ ნახე პეტეკან 2 არის მე-6-ში და მე-8-ში. მოდი ახლა მე-6-ში ვნახოთ აქ რაზის და თუ ეგრეა პროსტა გადავსვათ და ეგ არის რა. ნახე, აიმაზე 8 HP-ზე რა. პეტეკან 1 ხო არის მე ეს რა ქვია ლურჯი შავი ზოლით. შავი ლურჯი ზოლით უბრალოდ. და მე-5 მე-6-ია რა. ყვითელი არის მე-6. აქ არის ხო პეტეკან 1-ია შავი ლურჯი ზოლით და მაგის წყვილი უნდა იყოს მესამე პინში. მესამე პინში რა გვაქვს მან? მესამე პინში გვაქვს შავი წითელი ზოლით. მესამე პინში გვაქვს შავი წითელი ზოლით. აი, მე-10 პინში რა გვაქვს? ყვითელი. მე-10 პინში ყვითელი. კი, მე-8-ში? ყვითელი. და მე-6-ში გვაქვს შავი ლურჯი ზოლით? მე-6-ში გვაქვს შავი ლურჯი ზოლით, ხო. ხო არა აქვს თამათ ბიჭო. გასო? აქ გვჭირდა იქ კიდე სხვა რამე გვჭირდა და აქ კიდე სხვა პრობლემა გვაქვს. ნახე, აქ მე რაში მაქვს ისი პრობლემა? powertrain კან 1 და powertrain კან 2-ში მაქვს პრობლემა. ანუ კან 1 და კან 2-ც არასწორად ზის მანდ. ანუ არეული, ანუ შეცვლილია რა პირიქით ზის. პროსტა მე, ანუ ეხლა თავი პრობლემა ერთადერთი რაც მაქვს, რომ დავაწყვილო კანები. მეტი პრობლემა არ გამაჩნია ვაფშე. ლიჟბი დაწყვილებულად დავსვა რა, რომ ანუ აი ეს ამასთან არ ჩავსვა. კი. მე გეტყვი მარტივი როგორ იქნება. აი ქამდე მოვალ ახლა მაგ პრაუდკაში. და წყვილებს ჩავსვავ ერთად და მივხვდებით ძალიან მარტივად რა. აი გავხსნი ახლა და დავსვავ წყვილებად. დაიჭირე ერთს ესენი. ბევრი ორი ვიფილოსოფოსოთ ახლა აქ. აგერ ესე იგი მერვე მესამე არის წყვილში. მერვე ხო არა არ არის ვიტყუები. არა ვერც აქ ვერ გავიგეთ ვერაფერი. ეხლა რა ხდება ესე იგი მოიცადე ჩემი ნაური ჩემი პანელი. ხო და ესე რა ქვია პინები დავაერთეთ რაღაცეები და ეხლა გავიგებთ აუფეთქდებით თუ არა უნდა დავждე და ზამოგიგავალო და MHD გაში თუ გამოჩნდა კარობკა ყველაფერი კარგად არის ნახოთ დიაგნოსტიკაში კარობკა გვიჩანს თუ არა ნახე შეერწანს transmission malfunction ნო სადაც ალბათ რას გვეტყვის რა შენი საბა არა გვაქვს no transmission გადავანაცვლე ვითომ აბა მოგონი gear selector switch gear selector switch-ი შეიძლება კიდია მაგრამ აი ჩამოსხენით არ ვიცი რანაირად თენგო არ ვიცი რანაირად მაგრამ ქანები სწორედ გვიზის სწორედ ზის. ქანი რო არასწორად გვეждდეს, ყველა მოდულში ტრანსმისიის შესწორება გვექნებოდა რა. როგორც მანამდე გქონდა რა. ანუ სანამ ეხა ქანს გადავანაცვლებდი, ტრანსმისია ტვისტდა. ეხა ტრანსმისიის შესწორებები აღარ გვაქვს ვაფშე, თითქმის. ანუ სადაც აღარ უნდა გქონდეს, იქ აღარ გვაქვს რა. ხო და ეხა გვინდა ჩვენ მე მგონი, ჩვენ გვინდა ბავშვი მე მგონი ეხა. როგორც მინიმუმ ეკუები გადააწეროს. მოდი დავურეკოთ ბავშვს. ბავშვი როგორ ახარ ბავშვი? კარგად, შენ რა? კარგად, რა შვები? ნელა, ვარ ნელა. ძალიან მიხარია. როდის ჩქარდები წირკნის მიმართულებით? სერბის მინდა, იქ მითხარი? მე ბიზი გუშინ მინდოდა. მე გუშინზე მინდოდა, მაგრამ თუა. ბიჭო, კაროჩ თემა არის ესეთი რა. კაროკა დავაერთეთ რა და საკითხი მაქვს ახლა ესეთი. დიაგნოსტიკაში რო შევდივარ მოდულებში, ტრანსმისიას ვერ ხედავ. ნუ კოდირებაში გაწერილი მაქვს და იდეაში დაჟე კაროკა ის ქვევიდან რო ხვით დასატრიალებელი რა. გასახალწოვებელი. ანუ სანამ მაგას ვიზავდი, ნეიტრალს ხედავდა და გორდებიო იძახდა, გადაუჭირე შესაბამისად პარკი აი ეს რიჩაგი შუა ცენტრში ჩავარდა რა. ეკულისა. ეგ ნიშნავს იმას, რომ ტრანსმისიას კულისა თავისი აყენია ისევ. არა, უნდა შეცვალო კულისა. რატო? მაგ კულისას ვერ გამართავ მაგას და მაგით. ფრედის რანაირად ქონდა მე-6 სერიაზე გამართული?
მე 3 კულისა იყო გადაჭრილი მაგის გამო. 3 კულისგან ერთი იყო გამოყვანილი. 3 კულისისგან ერთი იყო გამოყვანილი? კაი, კულისამდე მივალთ, კაცო, კულისას არჩევი, კაროკა დავინახო და კულისას მე უზავ რამეს. ყოველ შემთხვევაში კი კულისაზე ზედ კაროკის ნეიტრალს და პარკინგს ხედავს. ხო და ეხლა ნახე, ეკუ ისევ DCT-ს ელოდება, კოდირება. ხო და მაგას ვერაფერს ვერ უზავთ. პროგრამა თუ არ გადავაწერეთ, ისე რა უნდა უკნათ. რომს გადააწერო ფიჩერზე, იმიტომ რომ იმის პროგრამაში ავტომატიკა არ არსებობს. ამიტომ ვერანაირად ვერ დაანახებ, მანდ რომ ავტომატიკა. F85-ში არსებობს. მაგრამ ისა, რომელ წლიანი ეგ მანქანა? არ ვიცი. რესტი არის? არა. რესტი უნდა იყოს მას. რატო? იმიტომ რომ F85, რომელიც არის, ანუ მე ის კომპიუტერი ვიყენია F85 რესტაილინგს, რაც მაგას ვიყენებ რესტაილინგს რა. ოკეი. ანუ შეიძლება. მაგას არ ვიცი, XPM-ის პროგრამა წავა თუ არა. მიხდები მაგას მომო. ხო, ვიცი. თუ არ წავიკითხეთ, ვერ გავიგებთ. მაგას ფრედი უნდა რომ იცოდე. გატრაკდა საქმე უცბად. კაი, ფრედისაც დაურეკავართ, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ანუ გადაწერას რატო უნდა ფრედი კლონირების ფონდში თუ ვერ მივხვდი? კლონირება არ უნდა მაგას. აბა? ხახული პარამეტრებზე უნდა გაიწეროს ისა. ანუ ხახული პროგრამა უნდა ჩაიწეროს რა, მაგაში იყო XPM-ის F85. ხო, კი. მე არაერიოს არ სამუშაო საათები კომპლექტ. არც სერტიფიკატები და არაფერი. მე ავალიუშ გადავა, იმიტომ რომ მეხდება რაღაც манипуляცია გაკეთებული. ქაფთი და ისინი უნდა გაიწეროს სწორად, ესე იგი მაგას იძახი. ოკეი. ქაფთი არა, მაგრამ სხვა software და რაღაცები, მაგითაც კიდევ უკანიქით არის სერტიფიკატი რა. ოკეი, კაი, გასაგებია. ანუ ფრედი გვინდა მაგაზე. ანუ ტრანსმისიას მოდულები ხედავენ, აი წარმოიდგინე სელექტორი ხო დაერთებული, მაგრამ ხანში კომუნიკაციაში რო ტრანსმისია არ იყოს, სელექტორი ხო ვერ მიხვდება ნეიტრალშია თუ პარკინგშია. ხვდება? ხო. ხვდება სელექტორი ნეიტრალშია პარკინგშია თუ სადედი პაходу ემიდა რა ქვია დიაგნოსტიკიდან მანამდე სანამ ქანები არასწორად ქონდა დაერთებული და რაღაცეები AJS-ი მიჩანდა ბევრგან შეცდომაში AJS-ის შეცდომა აღარა მაქვს ვაფშე ხო და ტრანსმისია შეცდომაში ვხედავ შეცდომაში აღარ მაქვს მაგრამ ტრანსმისიას ვერ ვხედავ დიაგნოსტიკაში ეგეთი არაფერი მინახე ეს უნდა მაინც მაგას ნახო რა შევა რა ეგრე ვერ გაიგებსათ მაინც ეს ისიც ვნახო ეს ისიც გვინდა ხო რავი მაქვს არ არის პრობლემა შენ ახლა ჩამოსვლა არ გინდა და გინდა რომ ფრედი შევტენოთ საქმე, ხო? არა, არ ვიცი ეს ის მე რაღაცების კეთება. ვიცი, ხო, შენ რასაკეთებ? მე? ხო. მე უცანა არ ამოსული რაღაცები მინდა და მოვუჩი რაღაცებს. კაი, მორჩი? ხო, მაგრამ შენ ჩამოსვლას რა აზრი აქვს თუ ეს რა ქვია, თუ ეს ისი გჭირდება უეჭველი, იმიტომ რომ ეს ისი გვაქვს, მაგრამ აი, მოდი თუ გინდა ვნახოთ, რავი. გადავშდები და წამოვა მაშინ. ბაზარი არა. ბიჭო, რა ენეთი გაქვს? ენეთი მაქვს, კი, აიკომიც აქვს. ხო, ვიცი აქ მაშინ მოდი ენეთის კაბელი დაერთე ხა მანქანაზე. აქედა შემოძრივი ნახო რაღაცებს. ბარე, დაკმანდო ნახო. ენეთი დავაერთო თუ აიკომი დავაერთო? ენეთი დაერთე ლეპტოპი დაერთე იდეები მიცე შემოძრივი ეხავე. ოკეი. კარგი. სადროს არ დაიკარგება და თუ რამე ისეთი ეგრე დავგაზავ. კარგი. ისეთი რაღაც ფრედი მინდა უეჭველი. ხო. მაშინ არ წამოვალ და თუ ისეთი რაღაც გავაკეთებ, გავაკეთეთ ახლა. კარგი. კაი, გავაძრობ ახლა ენეთს და ლეპტოპს მაშინ. თენგო. შენი ლეპტოპი და კაბელი გვინდა. წავედი მაშინ კაბელს მოვიტა. ეხლა არის შემდეგი დღე რა 3-4 დღის ტოკარეთთან სიარულის 3-4 დღის შემდეგ. ეხლა ძალიან მიყვარს ხარატებთან ურთიერთობა და ამ შემთხვევაში თენგო წავიდა რა. ას თენგოს წასვლა არ იყო წარმატებული, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აი მორი ტურკის გამო მილიონჯერ გვაქვს რაღაცები გადაჭარხული, გადმოჭარხული, მოვიტანეთ, წავიდა, არ წავიდა, მოკლედ. ეს არის ბოლო ვერსია და ეხლა იმედი მაქვს, რომ შიდა დიამეტრი ეხლა მაინც დავამთხვიეთ და რამენაირად ეს DCT-ის ტრუბკები შევა ამაში. ცოტა ხანს დავამთხვიეთ. ტაქს, მოდი ვნახოთ, ვენახი. ეგ არის, ეს იდეალური ზომაა. ეს იდეალურია. კარგად დაიზექა ის. კი, მე რატო შვები ხა ყველაფერს ესე არ ვიცი, თათმანები ხომ აქ არა? ხო და მოკლედ შვებით ეხა ესეთ რაღაცას ჩვენ რა. ბიჭო, ვაფშე არ გამოდის აქეთე. რა? ეს ტრუბკა. კარგად. აბა შეხედე. იმენა პირზე დაჭდა საფარი. ქარხნული ზომაა, შეჩემ. იმენ ქარხანა დამამზადებელი გავაკეთეთ. 10 მილიმეტრი აქვს დატოვებული, დაცემული. აი რა. აი კაბოქ შეცდომა, აი სიღრმეში. ჩასulis სიღრმეში. ხვდები რატო? კი ხვდები, მაგრამ ახლა ეს სად არის? ეს რა უნდა დაიჭიროს? ეგ არაფერი არ უნდა დაიჭიროს, მაგაში ის არის ისედაც. რა ქვია? ტრუბკა შედის მათ. ხო, მაგრამ ტრუბკა აი ეგ პირზე ედება. ნახე აქ როგორ არის?
აი ამის ხო, შეადარე მიხდი რა შეესხოვა? ტრუკის ჩასაჯდომი წერტილიც უნდა შევიდეს მაშინ. მაგ შემთხვევაში გავალთ გარეთ. კი, მაგ შემთხვევაში გავალთ გარეთ. ეს თუ ტრუკის ჩასაჯდომი წერტილი არ შევიდა, ამას არაფერი არ მიპრესავს. და ეს თუ არ მიპრესა, გამოიწევს ეგრევე რომ მოაწყვეტ თუ არა დააცერავებს და ზეთის დაღვრას დაიწყებს. უნდა შერას ამბობ, რომ აი ამ სანიქს აწובה? ხო, ანუ ტრუკას როდი კი, აი ეს ვისტოპი რაც აქვს, აი საწובה, აი აქვს ზუსტად რა, აი ეკედება ზუსტად ის ვისტოპი. თუ აღწევდება აი ამ პირველ ვისტოპზე. არა, ძმაო, აი ამას მიეწובה ყველა ვარიანტი, ამას თუ არ დააწიკი რა. მაგრამ მივხვდი რა სამბობ, პროსტო აი ეს ვისტოპი, აი ეს ვისტოპი. ხო. აწובה სალნიკს აქეთ ამხრიდან რა, აი სალნიკი ედება. ეხთი რას ვამბობ? აი დარჩადი. ეს ამაში არ შემოდის. ამაში არ შემოვიდეს, თავს გამოყოფს მე. მაშინ გამოყოს ჯობია, მაგრამ კაი, გადავაჭრეთ რომ გამოყოს, მაგრამ ნი ფაქტ, თავს რომ გამოყოს, ეს რაც დააფიქსირებს მე, ამას რა დააფიქსირებს, ეს ხო მოდის და იმ პირით უნდა მოეყუდოს, აი ამას. იქ ღრმად ვარ ძალიან ჩასულები. ანუ ეს რატო ჩავჭერით ამ ხილაზე, აი ვერ მივხვდი. ეს ახლა ამას კი გავუკეთებ მე რა. აი. აი სალნიკში შევსვავ და გავუკეთებ, მაგრამ არ გაჩერდება. ნუ სალნიკს გამოაგდებს ყველა ვარიანტში. წრევა როგორც კი მოაწვევ. მინდა ხა შაკუში. ანტო ტექნიჩიკ, აბა შეხედე, აბა თენგო. იმენა ქარხანა დამამზადებელ. ქარხანა დამამზადებელ. ამას შემდეგ თავად უკანა მოევის. მე მაგას უკან არასდროს აღარ გამოვიჯერთ, ვიცოდი. კაი, გავუკეთე ტრუკებს სალნიკები და შევსითო რა იქნება, როგორ იქნება? მე რომ შეგნით ჩავსვათ სალნიკი და ისე. არა, ეგ ვცადე უკვე. შეგნით უნდა ჩავსვათ სალნიკი იმაში და ტრუკა ისე შევსვათ, კი. ორ სკოლ გავს ხა? ძალიან ბედნიერი. აი რა მოვტას დაუჭერს და დავქოქავ და გეტყვი გაასხავს თუ არა. იმგონი სალნიკები აქეთ წამოვაცოთ ჯობია. ისესაც ხო, პირებსაც ვერ უსწორებ შეჩერებს, ხო. ანიცი რა ვქნათ. სალნიკები აქეთ დავაყენოთ. ის ცოტა პირი გავუშევუყაროთ ტრუკის თვითონ. და მე სალნიკები ჩავწიოთ, ხო რა, ხელით. ან გადაუჭიროთ. ესე შანსია. ესე შანსია, ანუ გავაფუჭებთ რა. შანსი როგორ არ არის, მაგრამ დიდი შანსია რომ გავაფუჭოთ. სალნიკს გავაფუჭებთ, მაგრამ ხო. არ შედის რა, ანუ იმენა სალნიკს ვეყუდები გრძნობდა. ეხლა ამაზე ძალა დავატანო დედას უტირებს. ამიტომ მირჩევნია სალნიკები აქეთ გადმოვიტანო. რა, ნახე კიდე ერთი პრობლემა გვაქვს, ეხლა ჩვენ რაც ამ წამს დავაფიქსირებთ. ეს ტრუკები სულ ოდნავ ზევით არის აქ, ქვევით უწევს, ვიდრე დისიტიზე უწევდა რა, ხო. მაგას აიტანს როცა გავუკეთებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის არის, რა ქვია, ჩასმისას პრობლემა. ქვემოთ უწევს? ხო. ხო, ქვემოთ უწევს და იქ ეყუდება რა. შემდეგის მეწელნი ექსპერიმენტის დრო დგება. მუფტა გადაჭერილია, ტრუკები შეერთებულია. ეხლა მაქვს სურვილი, ჩანაფიქრი და იმედი, რომ ავტომობილი დავქოქო. რამდენად ეგ ყველაფერი გამოვა, არ ვიცი. თუმცა ჩანაფიქრი ეგეთია, ნუ სიჩქარეში არ ჩავარდება და არც არ წავა. ეგ უეჭველი ვიცი. მაგრამ არის შანსი, ხო, ამ თაობაში არ მახსოვს. ამ თაობაში წამოწიო, მეც ხე კარდანი არ დავატრიალო შეჩემი. მოდი ვნახოთ, ნახე. აბა ჩვენ გავაღოთ პროსტა ზამოკინა ტრანსმიშენ ერორ გასაგებია კულისის გამო გვაქვს და ვიხმობი ყო ჩახსნილი ხო არა პარკინგში გადაიტანა აქვს სიჩქარეებში. კაი. ნუ დაკოქით იქოქება, ეგ ვიცით. ეხლა მოდი დიაგნოსტიკაში შევძრეთ და რა უნდა ვნახოთ. კი ვიცით სავარაუდოდ რაც უნდა, იმედი შეერთებულია. ეხლა ძალიან სტრანი ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო ერთი. ჯერ დიაგნოსტიკაში შევიდე. ქვევით აბა დახედა ერთი, მუფტა ხო არ ჩამოვიდეს, ხო არ ჩამოუსხია, რა ქვია. წუწი? ხო. ძრავის კომპები ვაფშე სუფთაა, ერთი შეცდომაც კი არა აქვს.
gear selector-ში გვექნება, არ გვაქვს transmission-ში. Transmission-ში გვაქვს და ისიც control unit newly programmed and not yet coded or control unit is working with standard net coding data. Okay, მოდი აბა ერთს. ეხლა ეს factory code-ზე გავუშვათ რა სიზოს. კარობკა. ანუ სელექტორი გავიგეთ. Transmission system-საც მოვაყოლებთ. კაი. სიგნალ P1-2 არა გვაქვს. კაი. Ande, ხარახეთ ესეთი ექსპერიმენტი. ჩაში არ გადაიდა. ოკეი. კაი. სიჩქარეში არ გადაგვაქვს. მაგრამ აღარც იმცი. ეხლა აქედან რა აღარც იმცი. ის სიმციმე და პულისაც აღარ ხო. ოკეი. სიჩქარეში არ გადააქვს ესეც სერიულის გამო. სხვა მოდულებში შეცდომა არ გვაქვს. ეხლა ნახე კოდინგში მე sport automatic transmission-ი მაქვს გაწერილი თუ რამე სხვა ეგ მაინტერესებს. იმიტომ უბრალოდ vehicle order-ში, იმიტომ რომ ეს არის sport automatic transmission. პირველ რიგში ეგ უნდა გაუწერო. მე ესეთი უცნაური ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო. F85-ის სელექტორი მივაერთო და რა სიზოს პროსტა ვნახო რა, როგორ მოიქცევა. კრა მაქვს გაწერილი sport automatic transmission-ი, ნუ სწორედ მაქვს გაწერილი. იმათ კაი, ეს სწორედ გვაქვს გაწერილი. კაი, დავშალეთ სელექტორი ამოვიდით. ჩვენი სელექტორი. აი დავა F85 ჯერ. F85 70-ში ერთოვანი და? Ну, супер. ხო? კი. ეს პროსტოიზე უკავი. კაი, ეხლა ნახე რა მაინტერესებს. корпуსი პირდაპირ არ წავა რამე რო იყოს. корпуსში სამაგრი წერტილები განსხვავდება. შტეკერი იგივე ექნება დარწმუნებული ვარ, კი ბატონო, მექანიზმი ყველაფერი იგივე აქვს ვაფშე. ამას დამატებით კნოპკა. ამას დამატებით აი ეს კნოპკა აქვს რა. ეს კნოპკაც იმაზე ერთდება. ნახე ამას აქ აქვს რა. აი ეს არის, აი ამ კნოპკის, აი ეს არის ამ კნოპკის ამასთან. რამდენი წვერი აქვს? ის ყველაფერი კომანდა. ეხლა ჩვენ ეს პროსტა უნდა დავაერთოთ და ვნახოთ რას დაინახოს მანქანა. ჯერ პირველ რიგში მოდი. ყველა მოდულში შევხედოთ. ხო, drive logic, rocker switch, wire breaker. drive logic, rocker switch-ი რა არის და? ამაზეა საუბარი? არა მგონი. просто რო ჩავხსენით სავარაუდოდ მაგის კოდია. ნუ ფარების ელექტროობა გვიდია, outside door handle-ები გვიდია. Parking brake ჩახსნილი გვაქვს გავიგეთ. ფარები კიდევ ერთხელ გვიდია. ხო, ეს რაც ჩახსნილები გვაქვს ეგენია, კაფასები და რაღაცები, კამერა ბატონები და რაღაცები. შენთან ყველაფერი გასაგებია. რა უნდა გადმოვიდოს წესით თვითონ პარკინგში? კაი, F10-ის მომიცი. კობრა თუ ანაკონდა თუ რაც არის. ანუ სიჩქარეში არ ვარდება იმის გამო. მაშინ სანამ სერიულს არ დავტესტავთ, მანამდე ვერ ვამოწმებთ ვერაფერს. ეგ ძალიან კაია შეჭება. თან ძალიან. ეხა ესეც რო არ ვარდება, ეგ ძალიან კარგია. შეიძლება სერიულზე ეგრევე. შეიძლება სერიულზე F85-მა გაიშვას ეგრევე. ოკეი, კაი, всё, აქ ეხა დავანებეთ. თავი შოთიკოს გამოსვლაა რა. ალო. How do you do, say I do? ალო. გესმის, ალო. ეხლა ისმის. კარგი ბიჭი ხარ. ეხლა ნახე, შენთან მაქვს ერთი ესეთი კითხვაი. შენა remote-ით სერიულის გაწერას შეძლებ თუ აქ უნდა ჩამოხვიდე? remote-ით ვერსიას ნახავ და გეტყვი, შეიძლება გავაკეთო აქედანაც. რისი ვერსია გაინტერესებს? და იმიდები HL-ის და ეს software ნამბერები რა ნახავ. ეხლა. და ჩამიგდე და გეტყვი ეგრევე შეძლებ თუ არა. remote-ით შეძლებ ვაფშე გააცროს. მანქანაში ვაფშე შეცდომა აღარა მაქვს შოთა. იმენა იდეალურად. აი გავმართე როგორ იცი, და აი ქარხანა დამამზადებელ. დაჟე ეკუც აღარ ჭიჭყინებს, რომ DST-ს ვერ ხედავო და რაღაცეები. ეგ როგორ? სელექტორით ჩუმად არის. სელექტორით ხვას არ იღებს, რავი რა. ჯადოსნურ. დაჟე იქოქებო.
დღეს მე მგონი ამ მანქანით ვიკატავებთ ჩვენ. შეშები? დღეს მე მგონი ვიკატავებთ ამ მანქანით. იქ გამოიარეთ მანახეთ ემპიატი 800 შეხერენ განკანდებული. მართლა საინტერესოა. მე გამოუშვებთ იმაზე რა ქვია XHP-ზე. აი მიდევა ჩაგდე. კაი მოიცა უშვებ იმაში Facebook-ზე გამოუშვებ. დავაი. აბა შოტიკო ეხა ამას თუ remote-ით იზავს ვაფშე გაჯმა იქნება რა. ო ეგრევე ლეპტოპი დააერთა და. კაი ველოდებით შოთას რას გვეტყვის. ვა ძალიან საინტერესოა. ხო, მაგრამ ნახე იმაზე სელექტორს აგდებდა. ეს კი აგდებდა. წერდა. ამაზე არ წერს. ხო. თვითონ მანქანა. F-ად იმაზე წერდა, F85-ზე წერდა სელექტორს. F-ზე აღარ წერს. F-ზე აღარ წერს. Ну, იცი ეგ როგორც უნდა ვქნა რამე რო იყოს. აი იმას დავშლი და აი თავის აი ამას და ამას გადმოვიტან პირდაპირ ამაზე რა. ანუ ეს დადგება აქვს ჩვეულებრივ ამის ვიზუალი ექნება და იმუშავებს როგორც ეს. ხო. პარკინგში ისე თვითონ აგდებს რო ჩააკრო. ანთებითაც მიხვდება. ანთებითაც ეს ყველაფერს დაინახავს რა. просто იმუშავებს როგორც ის. ხო რა, ანუ ამის მოძრაობა აღარ ექნება რა, ჩვეულებრივი ავტომატიკა იქნება. წავედი მე მოხდა რაღაც. ჩარჯერი და ლეპტოპი გვინდა. რაღაცი ბიჭარიჭა. აბა და გქდა სიჩქარეში ჩააგდეო და. აქა წერია transmission malfunction. არა ვცადოთ. რო იქუქება, იქ უკვე კარგია. დეშია. ერშია. იქ რო არა წერს, მაგასაც მოაგვარი. Transmission position only west. Trialებს შეჩება კაროვკა. მუხტაში კარდანი ხო არა აქვს მიბმული და ძალაზე ტრიალებს. თავისი ტრიალებს და კაროვკის ბრუნს რო ხედავს. აი წავედი ხე გავაგზელი მე აქ მაიმუნობა და ვაერთე MHD ვნახო კოდირებებში რა ხდება. გავასწორო ყველაფერი შენ კიდე ხო გაგჭირდება connection-ი გავთიშო? Უთო transmission malfunction-ი გვიწერია კიდე. და რატო გვაქვს transmission malfunction-ი? აი გონდა გავარკვიოთ. ახლა F85 სელექტორი მაინტერესებს რას იზავს. არაფერს ხელი არ მოკიდო. სავაწყო იქი არა. ვერ გავიგე რა გინდა კაცო რა ზავაწყო იგი არა ხელი არ მოკიდო აქა მე კიდე მილიონი რამე მაგასაკეთებ transmission malfunction მიწერია შეცდომაში ხო უნდა გავარკვიო რატომ მიწერია შეჩება ფარების შეცდომები ღამაკ დარჩენილი ეგეც ასწავლე შეჩება კარდანი ხა მიღენებულია? კარდანი მიღენებულია? მოდი დავატრიალოთ, არ გაინტერესებს? წამოწიე ცოტა მანქანა. აბა, სვეწელი ექსპერიმენტი. მოიცა მოწურება გავთიშო საიტზე. მოწურება საინტერნეტი შევა მაცადე. ემებიც მუშაობს. ეს ჰაერში რო ატრიალებთ ეხა ხალეობს პროსტა. ვერ გაიგო რა ქნას. ჰაერში რო ატრიალებთ ხალეობს თქო რა რაღაცეები. ეგარი. ჩააქრები მოიქნა. ჩავაქრე. ესე გახოიტოს სუცია გასული რა. ანუ არ ვიცი ხა აქ სადამდე უყურეთ და რამდენი ახსნა ან არ ახსნა თავიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩანაფიქრი არის ის, რომ ჩვეულებრივი F10-ის shifter-ზე გვინდა რომ ვიზუალი ავაწყოთ
ემის იმუშაოს როგორც F-ათის შიფტერმა და ვიზუალი კონდეს ემის შიფტერის და ნუ ინდიკაციაც მათ შორის რა. ამ ყველაფერს შევით, იმიტომ რომ პირდაპირ ემის შიფტერი რო დავტოვოთ, პირველ მეორე პირველ მეორე სიჩქარეზე შეცდომა აქვს, მაგ შეცდომას კოდირებიდან წაუშლი, გავუქრობ და მაგ შეცდომას აღარ ამოაგდებს, თუმცა სპორტ მოუდი არ ექნება რა, ანუ manual shifting-ი არ ექნება საერთოდ რა. ჩვენ საერთოდ არ გვაწყობს. შესაბამისად ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ანუ ეხლა თავი პრობლემა რაც გქონდა ჩვენ ამ ვიზუალით რო დავაყენოთ ემის შიფტერი რა ქვია, ჩვეულებრივი F-ათის შიფტერი და ეს ვიზუალი რო გქონდეს, ემის ვიზუალი ეს რა, ეხლა არ აქვს, მაგრამ ემის ვიზუალი რო გქონდეს, თავი პრობლემა გვაქვს ის, რომ ზადში ვერ გადაგვაქვს, იმიტომ რომ კნოპკას თუ არ მიაჭირე გვერდიდან აი ეს კნოპკა როა რა, აი ამ კნოპკას მეცადე ეხლა. სადა არის ჩასასმელი წერტილი ბიჭო? აჰა. არა. აჰა. ანუ ამ კნოპკას თუ არ მიაჭირე, ზადში არ ვარდება რა. შესაბამისად იმისთვის რომ ზადში ჩავარდეს, ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე, ვიპოვე რასპინოვკაში კნოპკა, რომლის დამასებითაც მანქანას გონია რომ ეს კნოპკას უდაჭერილი გაქვს, ეს გიჟივით ხელი გიკლავს და დადიხარ. შესაბამისად ზადშიც გადააქვს და ყველგან სადაც უნდა გადაქონდეს. გატესტილია და იქოქა ზადშიც გადაიტანა, დრაივშიც გადაიტანა, სპორტშიც გადმოიტანა, აკრიფა კიდევაც ჩავაქრეთ პარკინგშიც თავისით ჩავარ და პარკინგის კნოპკა ვაფშე არ გჭირდება, ნეიტრალშიც ვარდება. მოკლედ, ევრიკა ქვია ეხა ამ მდგომარეობას, ეხა ვაირინგს გავიყვან ამ კნოპკას დავსვავ იქ სადაც დასასმელია. პლატას კი არა და ამ რიჩაკს გადავიტან იქით, იმიტომ რომ მინდა რომ ესეც კონდეს შეცდომები არ ამოყაროს, იმიტომ რომ შეცდომებს ამოყრეს იმის გარეშე. ან ესენი უნდა დაუმიმას რა ქვია წინაღობო რა ძრავი აი ეს რაც ჩავხსენით ჩვენ ეს ძრავი და გვინდა რომ თავისით გადაიტანოს თავის ადგილზე რომ ჩავაქროთ მანქანას რომ თავისით დაბრუნდეს და ყველა ვარიანტში ამ კორპუსში უნდა ავაწოთ ანუ აი ეს უნდა გამოუწოთ ხო ეს უნდა გამოუწოთ და ამას უცვლით იმიტომ რომ ეს არის რა ქვია ვა აქედან რაღაცა ძრებაა ეს ხდება სავარაუდოდ სიჩქარეში სად არის აბა უგულა სავარაუდოდ ამით ხდება წინ დავგარდადის ხო ეგ არის ამით ხდება. ხო და ამ ყველაფერს შევით იმ მიზეზით, რომ აი ეს რიჩაკი რაც არის, ავტომატიკის თავისი ქარხული არის ზანოსში დგას და ემის სწორად დგას დისიტის და ეხლა ამის პლატა მაქვს იქით გადატანი, კარჩი ვაკხანალია მაქვს მოწყობილი სრულფასოვანი. ეხლა მე მანქანიდან გადმოვალ, ერთი 10 წუთი დავისვენებ, იმიტომ რომ ყურებიდან გადმოვდის უკვე ვეღარ ვაზროვნებ. ნუ მე შევუდგები ამ საკითხს, კამერაც ცოტა დაიტანება მანამდე. და დღეს ამ M5-ით აუცილებლად გავივლით და თან გავივლით ისე რომ არც ერთი კაროვკასთან დაკავშირებული შეცდომა მანქანას საერთოდ არ ექნება. ფარებზე ანთებს რაღაც შეცდომებს და დღეს ფარების კოდირების ნერვი ნახდათ არა მაქვს. აი შო, გადმოდივარ მანქანიდან. არა. აღარ მინდა. ხო და ერთი რამე დამავიწყდა კიდე, სანამ გათიშავ. ერთი მინუსი რაც გვექნება, ანუ ერთი რამ რაც ვერ გავაკეთე და არ გაკეთდება, ეს არ გაკეთდება თუ გაკეთდება ზვირდაждებაც, ნუ ზვირდაждების შეთხობაში ალბათ გაკეთდება, მაგრამ არ გაკეთდება რა ეთქში. ძალიან საჭირო იქნება, ყოველ შემთხვევაში სამყაროში ჯერ არავის გაუკეთებია. სამყაროში არც არ გაუკეთებია, ხარ რაც მე ვშვები, იმიტომ რომ სხვანაირად შვებიან ხოლმე ამ ყველაფერს და არავის არაფერი არ უმუშავებს. ხო და ერთადერთი რაც არის პრიბორკაზე სიჩქარეების ინდიკაცია აღარ გვაქვს რა ანუ PD, R და რაღაცები აღარ დაეწერება არასდროს ამ მანქანაზე არც პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ ანუ სიჩქარე მხოლოდ გუმანით და შეგრძნებებით ეცოდინება მანქანის პატრონს რომელიც სიჩქარეშია და ნუ ზადში რო ჩაგდებს ზადის კამერას ანთებს და მაგით ვიხდები რომ ზადში ჩავარ. კაი, კიდე რამე ხო არ გადმოყვა მე ყველაფერი დავალაგე? ზედ რამე ხო არ მალაგია კიდე. კაი, დავტოვეთ კამერა და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ეხლა გვექნება მომენტისინი. მინუს პლუსი გვინთია. ეხლა ნახოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ კარი მოხურე. ეს დრაივი სადნია ნეიტრალი ხო ნეიტრალია დე სპორტი даже DS-ია ან თუ გაჩერდა ეხლა გაჩერებულია? ხო, ტორმუზე მეტ გაჩერდება.
რემოშ წარჩალი ჩავს რო. და ეხა წესით რო ჩავაკროთ. და გადავიდეს იქ. Всё, конфетик. მე კარგიც. ხესლი. Тадза. Давай, დააფარე ახლა სულ. ავაწყეთ. გადაუჭირე და დააფარე. მაგის ბოლტები იქ. ავაწყეთ ვიხლები და ენდო ვიკატავთ. გავიდე. შესტოვები მარტო ფარები გვაქვს. შესტოვებში მარტო ფარები გვაქვს. ძალიან მიხარია. ესე ძადნი შემოძმაო. და უკანა პარკინგ კონტროლიც არ მუშაობს. არა, არახენია პროსტა რა. ეგა, წადი ხელები დაიბარე, წადი. რა. რავი, არა. აჰა, გადავუშვი მოხაურობას და მოვალე. ეს დე. ეს ერი. ეს ნეიტრალი. ოდნავ გადმოცევაზე ნეიტრალში ვარდება, რა მაგარია. ეს დე. ეს სპორტი. და ესეც ჩავაკრობ. მოდი ერთში გადავიტანოთ, ესე ჯობია. ერთში გადავიტანოთ. კონდი გავთიშოთ. სელექტორზე შეცდომა ამოაგდო. სელექტორზე ამოაგდო რაღაც შეცდომა. ჩახსნი რო კონდა იმიტომ ხო არა? ეხლა დაწერა? ხო, აწყობის მერე ხო არ დაგვიდიაგნოსტიკები ეს. უი. ეგეც უნდა გვექნა? ალბათ. так, ვნახოთ ეხლა რა შეცდომა გვექნება. სელექტორთან დაკავშირებით. Park button sticking, release button sticking. Okay, ეს შეიძლება კოდირებიდან მქონდეს სასაშლელი, იმიტომ რომ არც პარკინგის კნოპკაა და არც release-ის კნოპკა. ნახე შეცდომებში რა გვაქვს park button sticking და release button sticking რა. ხო და უნდა წავშალოთ შეცდომებიდან რომ კოდირებიდან თუ შევძლებთ, მაგრამ კოდირებაში არ შეგვიშვებს ახლა. ქაფთი არ არის გაწერილი ამ მანქანის ამაში. ქაფთის გასაწერად SSC უნდა. ან SSC მე უნდა მოვხოდო, ან ფრედი უნდა გაუწეროს. კაი, წამოიხა ვიკატავთ და შეიძლება მე ვნახოთ. ხო. არა, გაჩერებით არაფერს არ გაგიჩერებს, უბრალოდ ერორებში ამოვაგდეს რა, ამაზე ეს ყველაფერი ჩამოვზბროსოთ. ყველაფერი დავზბროსოთ, ვნახოთ შეცდომები რაიმე აქვს თუ არა. Так, park button-ი გავიგეთ, release button-ი გავიგეთ. იდეაში რამე რო იყოს, მაგ park და release button-ის ისიც შემიძლია რა, просто ძალიან ბევრი უნდა ვეძებო სქემაში. რა. გარილიზება რა. ან რომელიღაცა პინშია და ეგ პინი უნდა просто ჰაერში დავტოვო. პარკის კნოპკის პინია რა. რომელიღაც door handle-ი, ეგ არ შუაშია, side view კამერები მოხსნილი აქვს, ფარები. ორგან ფარები. და რადიოს ანტენა, всё. ეგა. შეცდომები იოხ. რა თავარია მე აქედან ისე გავიდე. ვარ წემები თუ არაფერს. ეს კამერა რა მაიმუნობა. ეგ არის. აუხელობელია კაც მოდე. ბიჭო არ ვიყენებ მაგ კამერებს და კნოპკებს და 360 და რაღაცეებს და ეს ვაი ლეინების გამოთქვა. ხო, შეიძლება ნახევარი მანქანაა წაშლის საგათშული. ფარები არა გვაქვს. ესად ვერ წავალთ ეს. მაშინ ფარების კოდირებაში უნდა ვიჩალიჩო. იმიტომ ფარები დარწმუნებულია რომ ქონდა დაკოდირებული ახლა ჩამქრალი ფარებით ვერ ივლიდა. გაიწადი გავჩერდები ეგ ნოლზე დაგდება ეს არის სიგნალია რა მაგაზე ვერ შვებ ჩვენი რასაც შვება 70 იგივეა არა ეგ არა შუაში არ არის ფართან რაღაც სხვა ჩებია აი ზავით ფარებიც უნდა დავუკოდიროთ
და შეცვლილია კლედები უყენია. არა მინდა BMW სახში. BMW-ს ქარხანა წარმოები. მაგრამ კარგია. ეხლა ესე იგი რა ხდება? შემდეგი საღამოა და ყველაფერი მუშაობს მანქანაზე დადის სალონი გარეთ არ გაგვილია, მაგრამ ნუ ვიცით რომ დადის რა. ვიცით რომ ივლისო პრობლემოთ, სანაირი პრობლემა არ იქნება. ერთადერთი პრობლემა რაც დაგვრჩა არის ის რომ მე რომ გათიშვის სიჩქარეში გადატანის კნოპკა ჩავამოკლე, მაგ კნოპკასთან ერთად ზის თურმე პარკინგის კნოპკის კვებაც. და ეხა ეგორივე კნოპკა ვიდეოში მაგორივე კნოპკას ხედავს შორტში. ნუ პარკინგში თავის არ აგდეს რა თქმა უნდა, თუმცა თulis რომ შორტშია ეგორივე კნოპკა. და მაგის გამო შეცდომაში აქვს ის რომ კნოპკებს პრობლემა აქვს, რა ჩაჭერილია და სელექტორს პრობლემა აქვს და ანუ თავი პრობლემა არის ის რომ მანქანას რო გააჩერებ და რაღაც პერიოდის მერე მივხვალ და დაქოქავ, იმაზე რა ქვია პრიბორკაზე შეცდომას აგდებს და მაჩვენებლების დაფაზეც შეცდომას აგდებს. ეგ არის მთელი პრობლემა. ანუ შეცდომას არ გვინდა რომ აგდებდეს, თორემ მუშაობთ, ჩვეულებრივ მუშაობს. ხო და იმისთვის რომ ეხა შეცდომას არ აგდოდეს, რაღაცეები ვიმოსგავე. მე თავკუთმოგლეჯილი DAC-ში გავიქეცი. ყველანაირი წვრილი პატარა კნოპკა მონოპკა რაღაცეები ვიყიდე და რატო ვიყიდე ეხა ეს ყველაფერი? ანუ ჩანაფიქრი არის ის რომ რამენაირად სელექტორზე მინდა რომ დავაყენო, ესე იგი, ან კნოპკა, ანუ ყველაზე მინდა ტაჩსკრინის დაყენება რა შიგნიდან. რამენაირად რომ დავუყენო სელექტორს ტაჩი, რომ ანუ სელექტორს თიც რომ მიადებ, მაშინ განთავისუფლდეს და გადაირთოს გადმოირთოს ჩვეულებრივ რა. ჩანაფიქრი ეგ არის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრი ეგ არის, რამდენად კარგად გამომივა ამ ტაჩის გამართვა არ ვიცი, იმიტომ რომ 5 ვოლტიანია, 5 ვოლტი უნდა ვიპოვო, ნუ არ მგონი ეხა ზედა პანელი მან 12 ვოლტზე მუშაობდეს, ყველა ვარიანტში BMW-საც 5 ვოლტზე ექნება აწყობილი რა, უკვე ძირითადი სქემიდან პატარა სქემაზე 5 ვოლტით ექნება გადმოყვანილი მართლა თან ისეთი წვრილი კაბელები აქვს, რომ მან 12 ვოლტს არ გაატარებდნენ. უნდა ვიპოვო რეალურად ეგ 5 ვოლტი, რომ ეს უყვებო, ეხლა ცალკე აუყვანო და 5 ვოლტიანი ადაპტერები დაუყენო რაღაცები, ნუ გამორიცხულია. ეს ყვებო, მე ეს უნდა დავტესტო ფიზიკურად რა სიშორეზე მუშაობს ეს ტაჩი. აი ეს არის ტაჩის კნოპკა რა. ტაჩია იდეაში აქედან თიც რომ მიადებ, რაღაცა ხდება. ამ შემთხვევაში მინდა რომ წრედი შეკრას რა. ხო და აი ეგ თუ გამომივიდა, ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ უჩინარი კნოპკა ექნება მანქანას, ანუ არ გამოჩნდება საერთოდ, მაგრამ რიჩაკს ხელს რომ მოკიდებ, ჩვეულებრივ გადავა და გადმოვა ყველგან. რა ჩანაფიქრი ეგეთია. თუმცა ეგ თუ არ გამომივიდა, ესე პრაქტიკაში როგორი იქნება? ტაჩსოთითი ვერ გაარტყა, სიჩქარეში არ გადავა, ნერვებს მოგიშლის მაგრად. მე მგონი რომ ზემოთ აი ხელის გულისადაც ხდება იქ უნდა დააყენო. შუშაზე იქ რანაირად დავაყენო შუშა. იქ ვერ დავაყენო. შუშასთანაც ვერ დავაყენო. სადაც ქარხმათ აქ აი იქ შეიძლება ალბათ. აი ეს რა? აი აქ. ახე ეს ამ შემთხვევაშიც და ამ შემთხვევაშიც ამ ადგილში ხდება. ოკეი. უკანა корпуსზე იძახი შენ, ანუ? თუ ტაჩზე არა და თუ იქ 5 ვოლტი ვერ ვიპოვე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვერ გავაკეთე, მაგ შემთხვევაში მაქვს ესეთი კნოპკები ნაყიდი. ანუ ვაცნოთ რომ ალბათ ვერ დაინახოთ, მაგრამ რომელიც იცი რა შეგვიძლია? აი ეს შატლახი კნოპკა. შავ. ეს სხვა კნოპკა, ეს სხვა კნოპკა. მივხვდებით. ასევე კიდევ მაქვს სხვა კნოპკებიც. დაგარე ყველა. კნოპკების საშუალება იყო რა. და შეგვიძლია. ესე იგი, ესეც ნუ კნოპკაა პატარა ესეთი. აჭერდა წრეც კრავს. ესეც იგივე ფუნქციონალით არის წარმოდგენილი. ოღონდ ამას ესე აწვევი და წრეც კრავს. და ესეც კნოპკაა რა, ნუ ამასაც დააჭერ და წრეც კრავს. თუ ტაჩი არ გავამივიდა და პატარა კნოპკებით არ გავამივიდა, ვფიქრობ რომ რამენერად მაშინ მომიწევს იმის ან გახრეთ ან რაღაც ეგეთის გაკეთება შიდა მხარის. მერე გარეთა მხარის რეზინიდან რაღაცით ამოვსება, რომ თვითონ ანუ ტყავის რაც აქვს, ტყავზე შეიძლებაოდეს გარედან მიჭერა და აი გარედან მიჭერით თან ეს უკვე ამას უკვე იგრძნობს რომ დააჭირე რა და ისე გადართოს. მოგეთ წამოიღე სელექტორი დავშალოთ, ყველაზე კარგს მაგას ვიზავთ, რომ სელექტორს დავშლით და ეს ნახე რანაირი კნოპკა მოიცა გავნახო, მეც არ ვინახია რა ანუ ფუნქციონალში როგორია, ვერც ამოვიღე და აჰა, ესეთი. აი აუცილებლად დავინახავთ. ვერ დაინახავთ? რა არის? აი ხა კნოპკა რა. მაგას ვერ დავინახავ. და აქ ესეც იგივე თემაა. ამას უფრო დიდი კნოპკა აქვს. მაგრამ ამის დაჭერას ვერ ვგზნო. ანუ ხელში ვგზნო, მაგრამ ხმა არის იმას ხმაც არის. ეს ყველაზე საინტერესოა თუ ტაჩი არ გამომივიდა რა. იმიტომ რომ აი ეს იგზნობა თან რა, ეკინა ხელს რომ მოუჭერ, ანუ ტყავსაც რომ ხელი მიაჭირო, ამას იგზნობ, რომ ამას დააჭირე რა. კაი, წავედი დავშალეთ ნახრიდან. სელექტორი.
დაშლას დავიწყებ. თბის შუქია და ბარემ გავიკატავოთ რა. წესი და გარემო სრულიად უპრობლემოდ უნდა იაროს, მაინც. სალიფარი მაგრა გვინდებს. აი ეს არის ჩვენი ჩეპი. ესე იგი მარტო დაკოქვისას კი არა. ხოძეცთვის თავს. ოკეი, გასაგებია. ეს ყველა ვარიანტი მოსაგვარებელია. აი აქ, ნახე, აქაც კაი ადგილია. ხო, აი აქ რა სადმე რა. იმიტომ რომ ყველანაირად ხელი ხვდება რო კიდებ რა. სხვანაირად გულითაც რომ მოინდო მაგას ვერ გადართავ რა. აი ეს თითი უნდა წავა, ანუ ახ ესე უნდა მოკიდო ხელი. ეგრე უნდა მოკიდო. ან ესე უნდა მოკიდო. ხო, ანუ რაღაცნაირად ანუ აი ეს ყველა ვარიანტი ხელი გიხვდება რა. ანუ საიდანაც არ უნდა მოკიდო, ეს ადგილია ზუსტად რა. ან მან კაი ადგილი გქოს მე როგორც მას. ხო, ხო, შიგნით მეც ეგრე მახსოვს რომ რაღაც ოხრათ ადგილია. ან ესეთი ოთხკუთხედი ადგილია რა. ხო, სწორი ადგილია. ეგრე მახსოვს მეც რაღაცა და იდეალური გამოვა წესით. მაგრამ ვერ პრიკოლი რა არის, ეგ რო ერთ არხზე ზის რელისი და პარკინგი ერთად არ ჩათვალოს რომ დავაჭირეთ. პარკინგში არ ჩავაგდოს უცბად. მაგრამ შეიძლება მაგა როგორც ახე რომ ხო არ ვიცი, ნახოთ რა თეორია ეს ყველაფერი და პრაქტიკაში რა იქნება გამოჩნდება. სიჩქარე რო არ გადაიტანოს ახლა. მასავიწებს. შეიძლება გამოვსტერ და შეძვაფას ვიცავა. აი ეგ რო ქრას შეიძლება აი არ ვიცი რას ვიზავ მე. იგივე რა გააკეთოს ახლა რასაც იმაზე შვება. Houston, we have a problem. Very, very big problem.